გამარჯობა ჩემო ქართველებო, როგორ ხართ? რა ხდება? ერთ რაღაცა თემაზე მინდა ძალიან ლაპარაკი. ამ ევროპაში რომ მუშაობთ, იტალია, ოზელიკლე, იტალია. ვინც იტალიაში მუშაობთ, მივეკავთ თურქეთში, ხელფასები რა არის, სამუშაო რა არის. მარტო ხელაბებია, სულ მარტო ხელაბებია გინდათ, ის ცალკე სალაპარაკო თემა არის, მაგრამ მაგ თემაზე არ მინდა ლაპარაკი. რა არის იცი? იტალიაში ასე ვართ ცუდად, ისე ვართ ცუდად, ვაიმე საჭმელი არა გვაქვს, ასე ცუდად გვექცევიან, ძალიან ცივი ხალხი არიან. რა ვიცი, აბანოში შესვლაზე პრობლემა არის, ჭამაზე პრობლემა გვაქვს, ასე ისე. მუშაობენ, საქმეზე ხართ. მე გითხებით, რომ თურქეთში ხელფასი რამდენია? გებნები, რომ თურქეთში სულ დაბალი ხელფასი $1000. შეიძლება საქმე თუ ცოტა ბევრია, რეზიდენს, ვილა, რა ვიცი. იმნაირ ადგილებზე სახლის დალაგება შეიძლება ბავშვის მოვლაზე, 1-2 ბავშვი იქნება შეიძლება. სახლის დალაგება ამნაირ თემაზე $1200-1300-მდე, $1500-მდე მიდის. გაიგე, მაგრამ რა არის იცი? ხელფასს რო გებნები, ამდენი არის მეთქი $1000 მეთქი, სულ ცოტა. ვაიმე, ძალიან ცოტა არის. ახლა რაღაცას მეტყვი. ძალიან ცოტა არის $1000, საქართველოში პროფესორი ვერ იღებს. მასწავლი განათლებული პროფესორი კაცი არ იღებს $1000. შენ სახში მუშაობ. $1000 ქირას არ იხდი, საჭმელს სასმელზე არ იხდი, არაფერზე ფულს არ იხდი. ზედ $1000 ფულს გაზნევენ. რა? ერთი ბებიას უნდა მიხედო, ერთ ბაბუას უნდა მიხედო. წამალი უნდა მისცე, საჭმელი უნდა გუკეთო, სახლი პატარა უნდა დაალაგო, გათავდა. ნორმალურად გექცევიან თურქები, ასე თავზე ზედ გაჯდუნებენ. ოღონდ ჩემ დედას კარგად მიხედოს, ჩემ მამას კარგად მიხედოს, რომ თქვენ ძალიან კარგად გექცევიან. პატრონი თქვენ ხართ სახში, სტუმარი არის პატრონი. გაიგე, თქვენ ხართ სახლის პატრონი. მაგრამ იტალიაში მაგრი არ არის საქმე. იტალიაში თქვენ ხართ ბოდიში მონახართ, მონაზე ცუდი ხართ. საჭმელზე პრობლემა გაქვთ. აბანოზე პრობლემა გაქვთ. წყალი ბევრი არ დახარჯო, შუქი ბევრი არ დახარჯო. თურქეთში ვინმე გებნება, წყალი ბევრი არ დახარჯო, შუქი ბევრი არ დახარჯო, საჭმელი არ ჭამაო. გარეთიდან ამზადებენ ლახმაჯუნ, ქებაბ, რასაც ჭამს ადამიანი, შენაც იმას გაჭმევს. მოდი ერთად დავჯდეთ ჭამოთო. მაგრამ იტალიაში მაგრი არ გებნებიან. და რა არის იცი? $200, $300 გულისთვის შეიძლება ასეთი მონობა, ცუდად გექცევიან, ზედგიდან გიყურებენ. შეიძლება მივაჯვამ იმ ფულს ზედ. ვინც მე კარგად მეკცევა, ვინც ადამიანად ჩამთვლის, წავალ იქ ვიმუშავებ. მაგ საზიზღარ ხალხთან მონოპოს არ გავაკეთებ. მე მივეკავთ, წერთ, გიხსნი ყველაფერს, მე $200, $300 გულისთვის აქ უფრო ბევრია. მაგ უფრო ბევრია, კი, მეც ვიცი, მაგრამ მაშინ მუწუწუნობ, ჩემთან მუწუწუნობ. იტალიაში ასე ცუდად გვექცევიან, ისე ცუდად გვექცევიან. რა ვქნათ? თურქეთში რამე თუ იქნება წამოვიდეთ. თურქეთი არის სამუშაო, ბევრია. მაგრამ ის $100, $200 გულისთვის ტვინს იტყნავთ. ბოდიში, მაგრამ ასია. გაიგე, შენი ჯანმრთელობას რო დაკარგავ მაქა, ნევროლოგიაში, ვერ ჭამ კარგად, ვერ სვამ, კარგად თუ ვერ იბანავე, ერთი ბაქტერია შევა, შენ მიხვდი, რაც მოგივა, არ მინდა თქმა. ამიტომ ყველაფერი ფული არ არის.
ფულს დაანებეთ თავი, თქვენ თავს მიხედეთ. ცხოვრებაში ერთჯერ მოდიხარ, მეორედ მოდიხარ თუ არა, არ ვიცით. მაგიტომ ცხოვრებაში ერთჯერ მოდიხარ, კარგად იცხოვრე, კარგად იმუშავე. ცუდად ნუმუშაობ. გაიგეთ, ცუდად ნუმუშაობთ. რა უთხარით პატრონს, მე საჭმელი უნდა დამახვედრო. საჭმელი უნდა მჭამო. მე რობოტი არა ვარ. შენ დედას მამას თუ მიხედვა გინდა, მე საჭმელი უნდა მჭამო, მომიტანო უნდა. თუ არ გიკეთებენ, უთხრა უნდა ბაი-ბაი, მე მივდივარ. ეს ასეა. და ერთი $100-ისთვის, $200-ისთვის თუ რჩებით, ფულში გაყიდული ხართ რა. ფულის გულისთვის თქვენ თავ ყიდით რა. რა გითხრა ახლა, რა გითხრა? ჩემი ჯანმრთელობა უფრო კარგია თუ ფული? იმ ფულსაც შენ არ ჭამ. უგზავნი საქართველოში შენი ქმარი ჭამს სხვა ქალებთან, რუსებთან, ბოზებთან იქით-აქეთ ჭამენ რა. არ მალაპარაკოთ ახლა ამ თემაზეც, არ მალაპარაკოთ. ბევრი რამე ვიცი, არ ვლაპარაკობ. კარგად იყავით. ყველაფერი ფული არ არის. ჭკუა იხმარეთ, ჭკუა. აბა კარგად.